ბანკოკის ბუდისტურ ტაძარში ათობით ანტისახელისუფლებო დემონსტრაციის მონაწილე შეიკრიბა. ისინი ტაილანდის მთავრობის მიერ დარბეული საპროტესტო აქციის 2 თვის თავს აღნიშნავენ. ემოციური ბუდისტური ცერემონიის დროს ეგრეთ წოდებულმა წითელპერანგიანებმა დაღუპულ მეგობრებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ცნობისათვის 19 მაისს ტაილანდის სამხედრო ძალებმა ბანკოკის ცენტრალურ ქუჩაზე 2 თვიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. აქციის დარბევის დროს წითელპერანგიანებმა თავი ბუდისტურ ტაძარში აფარეს, თუმცა 6 მათგანი სამხედროებმა ტაძარში დახვრიტეს. ნატოს წარმომადგენელმა ჯოზეფ ბლოტსმა გაეროს დასკვნას უპასუხა. მისი განცხადებით, გაეროს მიერ ავღანეთის უსაფრთხოების საკითხის უარყოფითად შეფასების მიუხედავად, ავღანეთში მყოფი საერთაშორისო ძალები საკმაოდ წარმატებულად მუშაობენ. ნატოს წარმომადგენელმა ჯოზეფ ბლოტსმა გაეროს დასკვნას უპასუხა. მისი განცხადებით, გაეროს მიერ ავღანეთის უსაფრთხოების საკითხის უარყოფითად შეფასების მიუხედავად, ავღანეთში მყოფი საერთაშორისო ძალები საკმაოდ წარმატებულად მუშაობენ. გენერალმა ქაბულში ჟურნალისტებს აცნობა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალები სწორ გზაზე არიან. ჩვენ სწორ გზაზე ვართ, რეალურ პროგრესს მივაღწიეთ. აქედან გამომდინარე მე ვერ ვხედავ წარუმატებლობას. ჩვენ არ დაუშვებთ შეცდომებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აგვისტომდე დადებითი შედეგები გვექნება. 2010 წლის ბოლოსთვის კი დიდი პროგრესი იქნება ქვეყნის მართვის, განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკითხებში. გაეროს დასკვნაში ნათქვამია, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში ავღანეთის სამხრეთით, სადაც თალიბანების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ხორციელდება, გზების აფეთქებისა და თავდასხმების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ბლოცის განცხადებით კი ნატოსა და ავღანეთის ერთობლივი სამხედრო ძალები აფეთქებებში და მკვლელობებში პასუხისმგებელი დაჯგუფებების იდენტიფიცირებასა და ლიკვიდაციას საკმაოდ აქტიურად ახდენენ. სასტიკი ბრძოლა გრძელდება, მაგრამ სიტუაცია აშკარად ჩვენ სასარგებლოდ იცვლება, რადგან ჩვენ ახალი ძალები გვემატება. კოალიციის ძალებმა აჯანყებულთა მეთაურები დააკავეს, რის შემდეგაც დროთა განმავლობაში აფეთქებები და თავდასხმები შესაძლოა შემცირდეს. ბლოცმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო სამხედრო ძალებში დაჭრილებისა და დაღუპულების რიცხვმა 2009 წლის მონაცემებთან შედარებით 44%-ით იკლო. თუმცა გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოში წარდგენილი დასკვნის თანახმად, ავღანეთის უსაფრთხოების მდგომარეობა გაეროს მიერ მარტში გამოქვეყნებული ბოლო დასკვნის შემდეგ არ გაუმჯობესებულა. თურქეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის განცხადებით, ქურთი მეამბოხეები ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 8 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 14 დაშავდა. თურქმა სამხედროებმა თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო სროლებისას კი 12 ქურთი ბოევიკი დაიღუპა. დაშავებულები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თურქეთის ხელისუფლებამ ინციდენტის ადგილზე დამატებითი სამხედრო ნაწილი უკვე გაგზავნა. ქურთების შრომის პარტიის ბოევიკები თურქეთისაგან დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შესაქმნელად 1984 წლიდან იბრძვიან. ამ დროიდან მოყოლებული კონფლიქტის მსხვერპლი უკვე 40,000-ზე მეტი ადამიანია. ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. 50 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიური უბედურების ზონიდან უკვე 1,400,000 ადამიანის გამოყვანა მოხდა. მდინარეების წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. სტიქიამ ყველაზე მეტად გუანგდუნგის, სიჩუანის და ცზიანსის პროვინციები დააზარალა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია კვლავ მიმდინარეობს. მექსიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩრდილოეთით ქალაქ სიუდად ხუარესში დაუდგენელმა პირებმა 15 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 2 15 წლის გოგონა. გოგონები სამ მამაკაცთან ერთად მანქანით მიდიოდნენ, როცა თავდამსხმელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. პოლიცია მოხდარ ფაქტს უკვე იძიებს, თუმცა ეჭვმიტანილებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მექსიკაში პოლიციელებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები მას შემდეგ უფრო გახშირდა, რაც ხელისუფლებამ ნარკოკარტელებთან ბრძოლა გააძლიერა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოკარტელებს 22,700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. Los presuntos delincuentes los recibieron a balazos por lo que de inmediato repelieron la agresión. En el lugar cayeron. ზუსტად 9 საათზე თქვენ საკმაოდ საინტერესო პოლიტმეტრიგელით მე კი ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.